თბილისის საკრებულოს მსგავსად შესაძლოა სახელმწიფო დანამატი ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გაიცეს. მეცხრე არხის ინფორმაციით აღნიშნულზე საუბარი მიმდინარეობს ახალციხის საკრებულოშიც. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დანამატთან დაკავშირებული საკითხის დეპუტატებთან განხილვას უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს ბიუროს ხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ თემას ისინი არასაჯაროებენ. ოლექსანდროშვილი კი აცხადებს, რომ მეცხრე არხთან კომენტარს საერთოდ აღარ გააკეთებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საკრებულოს მსგავსი მოთხოვნა ჯერ არ წამოუყენებია, თუმცა მალხა ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე 200 ან 300%-იანი პრემიის გაცემას იგი მხარს არ დაუჭერს. საკრებულომ თუ შემოიტანა განაცხადი მათ მიერ როგორც ზემდგომა 100%-იან პრემიაზე, 100%-იან პრემიაზე შეიძლება მე როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი დავეთანხმო. 200%-იან და 300%-იან პრემიებზე არანაირი განაცხადი არ არის შემოსული. თუ შემოვა ამის პირობებს გაძლევთ, მე არ გავცე. პრემიების გაცემის ინიციატორი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შეხიაშვილია. ამის შესახებ კი თბილისის საკრებულოს 17 ივნისის სხდომის ოქმში აღნიშნული. შეხიაშვილი თვითმმართველ ორგანოში 300%-იანი პრემიების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ბინძურ პიარ კამპანიას უწოდებს და აცხადებს, რომ აპარატის თანამშრომლებს არანორმალური სამუშაო რეჟიმის გამო პრემიები დამსახურებულად აქვთ მიღებული. მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100% ანუ ამის შესახებ ინიცირება ჩემგან წამოვიდა ბიუროს ხდომაზე, რადგან მხარდაჭერილი იქნა ეს ინიცირება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელფასების 100% ბოლო ხელფასი მთლიანად გადავრიცხოთ ბერი ანდრიას ფონდში. თბილისის საკრებულოს მიერ გაცემულ პრემიებს დღეს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილიც გამოეხმაურა და ფაქტს სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან, თანამდებობის პირების მიერ ასეთი მაღალი პრემიების აღება დაუშვებელია. ინაშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ თანხების საქველმოქმედო მიზნებისთვისაც გამოიყო, მას პრემიების სახე არ უნდა ჰქონოდა. ეს არის სამარცხვინო, ეს არის დაუშვებელი და მე მინდა მივმართო საკრებულოს, ახალ საკრებულოს და მის წევრებს, რომ გაითვალისწინონ რა სოციალური ფონია გარშემო და ჯერ ვიზრუნოთ ამ ბავშვების გადარჩენაზე და ეს 300 ბავშვი გადავარჩინოთ სიკვდილისაგან და მერე ავიღოთ პრემია. თბილისის საკრებულომ ჟურნალისტებს იმ წევრებისა და თანამშრომლების სია გადასცა, რომელზეც ივნისში პრემია გაიცა. ოფიციალური ინფორმაციით ყველაზე დიდი ოდენობის დანამატი 8496 ლარი საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შეხიაშვილმა აიღო. პრემია თბილისის საკრებულოში სულ 253 ადამიანზე